შეუდგები მათ საუბარს, რამე თუ დიდი იყო მათი ღვაწლი მთელი სამყაროს გაქრისტიანების მათი თავდადება, რომ მათი ხადაგეს მთელ მსოფლიოში ქრისტიანობა და მათგან ერთის გარდა ყველანი მოწამეობრივად აღესრულებენ. იოანე ღვთისმეტყველის აღსულება არის უბრალოდ საიდუმლოებით მოცული. მათი დროშით ერთმა გაგაზრდა. მე მინდა ძალიან მოკლედ შევეფო დღევანდელ სახარებას. ჩვენ ხშირად ხედავთ, რომ ადამიანი მატერიალური კეთილდღეობის გამო ქრისტეზე უარს ამბობს, ღმერთთან ყოფობაზე უარს ამბობს. ამის ნათელი მაგალითი არის დღევანდელი სახარება, სადაც არის წარმოდგენილი ორი ეშმაკეული ადამიანის განკურნება, რომ ამ ორ ადამიანში ძალიან მრავალი ეშმაკი, ლეგიონი, ასე ვთქვათ, იყო შესული და იმდენად ბოროტულად და საშიშად იქცეოდნენ, რომ სადაც ისინი დადიოდნენ, იმ გზაზე ვერავინ ვერ დადიოდა, ეშინოდა ყველას. და როდესაც მაცხოვარი გაივლის და მათ შეხვდება, ისინი ეუბნებიან, ამ ადამიანებში ჩამოდებული ეშმაკები ეუბნებიან, რომ რა არისო, რა ის ძეს შენი და ჩვენიო, იესო ძეო ღვთისაო, ანუ ის ღვთაებრივად აღიარეს, ღმერთად აღიარეს ეშმაკებმა, რომ იცოდნენ მათ, ვისთან ჰქონდათ საქმე, განსხვავებით ადამიანებისგან. და მოხვედ ჩვენ და ტანჯვათ უწინარეს ჟამისაო. ანუ მეორედ მოსვლის შემდგომ საბოლოო სატანჯველში მიეცემიან ეშმაკნი ბოროტი ძალით, მაგრამ მანამდე მათ ჰქონდათ კიდევ რაღაც შვება და ასე და პირველ რიგში ისინი ადამიანებში ცდილობდნენ, რომ შესულიყვნენ, რომ ადამიანები ეშმაკეულად ექციათ და ბოროტ ძალად გადაექციათ. და ასეთი რაღაცას ეუბნებიან, რომ ძალიან ახლოს იყო ღორების კოლტი, ანუ ჯოგი ძოვდა ბალახს და თუ კი გვიბრძანებო ჩვენო გასვლადო ამ ადამიანებისგან, გვიბრძანეო, რომ ღორების კოლტში შევიდეთო. ანუ რა არის მისი დანიშნულება ბოროტი ძალის? თუ კი ადამიანს არა ღორების კოლტში შესვლით რას იზავდნენ? ისინი რომ ისევ ადამიანებისთვის მავნებელი ქმედება უნდა ჩაედინან. და უფალი ეუბნება, რომ მივედითო, ანუ დართულება. აქედან ვასწრებთ იმას, რომ ღვთის დაშვების გარეშე ეშმაკებსაც კი არა თვითონ თავისი ნებით ვინმესთან შევიდნენ, ან ცხოველთან, ან ადამიანში და იმოქმედონ მასზე. და სწორედ დართო უფალმა ნება, რომ შედით ამ ღორების კოლტშიო და მართლაც შევიდნენ ისინი და წაიყვანეს ეს კოლტი და დინაში და ტბაში ჩაიხრჩნენ მთლიანად. და აქედან კიდე დასკვნა იმის, რომ ეშმაკი ყველანაირად ცდილობს, რომ ადამიანი გაამწაროს, გამოიყვანოს მდგომარეობიდან. და ბოლოს რა მოხდა? ყველაზე საყურადღებო ეს არის, რომ მთელი სოფელი გამოვიდაო, ეს გერგესეველთა სოფელის მოსახლეობა და ეს ორი ადამიანი ნახეს ეშმაკეულები, რომ უკვე განკურნებულები იყვნენ. მაგრამ რა ქნეს მათ? მივიდნენ და უფალს უთხრეს, რომ იქნებ გაეცალოო ჩვენ საზღვრებსო. ანუ მათ მატერიალური ზარალი, ღორები დაეღუპათ. და ვითომ ეს შენ გაგვიკეთეო, ესე იგი. და გაეცალეო ჩვენ საზღვრებს, თხოვეს, რომ წასულიყო იქიდან. და აი რამხელა უგუნურებაა, რამხელა უვიცობაა, რამხელა ურწმუნოებაა, რომ იმის მაგია, რომ ღმერთი ედიდებინათ, რომ აი ასეთი ორი მართლაც საშინად ეშმაკეული ადამიანი განკურნა უფალმა. და თუნდაც ის თითო ან ორი ღორი იყო მათი, ხო შეიძლებოდა, რომ რა მოხდა მერე, მთავარია, რომ ეს ადამიანები განიკურნენ. აი უფალმა რამხელა ის დაუშვა ამით, რომ პირველ რიგში განკურნა ესენი და მეორე რიგში ამ ადამიანების ურწმუნოება გამოავლინა. მათი უმადურობა გამოვლინდა ამ ქმედებით, რომ წადიო ჩვენ საზღვრებს გაეცალეო. ასე არის უდიდესი ძალიან ისეთი მარტივი სახარებისეული მაგალითი, რომ ადამიანი შემთხვევაში თავისი კეთილდღეობის გამო, თავისი რაღაცის გამო უარს ამბობს ქრისტეზე, როგორც აი ამ სოფელებმა თავისი თითო ან ორი წალი ღორის გამო ქრისტეზე უარი განაცხადეს. ეს არის საშინელი მდგომარეობა და ღმერთმა ვაშოროს, ღმერთმა მოგცეს იმის ძალა, რომ არაფერში არ უნდა გაიცვალოს ჩვენთვის ქრისტე. რამე თუ მისგან არის მონიჭებული ის ღორები, ის სიმდიდრე, ყველაფერი ღვთისგან ჰქონდათ მინიჭებული. რა მოხდებოდა ერთ ღორს რო შეგუებოდნენ, ამხელა
რაღაც თვითონ მოუხს და იმხელა გაჭირვება, რომ გზაზე გავლა ეშინოდათ, კაცო, ისეთი ეშმაკეულები იყვნენ ისინი. ჯაჭვებსაც ხეთქავდნენ, იმდენად მათში ბოროტი ძალა ძინვარებდა. ღმერთმა მოგცეს ამის გათვისნობიერების უნარი, თუ სად უნდა ვეძებოთ ჭეშმარიტება, რომ ჩვენი დანიშნულება არის ღმერთთან ყოფნა და არა მიწიერთთან და მატერიალთან. თუმცა ამას უხარი ყველაფერს მოგანიჭებს, რა თქმა უნდა, რაც შემთხვევით, რაც ჩვენი სულის გადარჩენისათვის, ჩვენი სულის ხონებისათვის იქნება საჭირო. ღმერთმა დააგვიოცოთ, ღმერთმა გაგაცნოთ. ეს არის 12 მოციქულის სცენება და რა თქმა უნდა არის სვეტი ცხოველობა. გამომდინარე იქიდან, რომ სვეტი ცხოველი არის 12 მოციქულის სახელს ატარებს და იქ რა თქმა უნდა დიდი დღესასწაულია. დღეს და შეგვეწიროს იქ ჩატარებული აღმოჩენილი წირვალოთის ძალადამადრი ჩვენ და ჩვენ სამშობლოს და სულიერ საქართველოს. ღმერთმა დააგვიოცოთ და ღმერთმა გაგაცნოთ. მოვდევნო